მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა თქვენი უკავშირისთვის, მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აპრილის ტაროსკოპს ტყუპებისთვის. ნახოთ თვის ფონური ენერგია, თქვენი ენერგია. გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე ვნახოთ რა მოაქვს როგორც შესაძლებლობა ამ პერიოდს, რა მიაქვს, რისგან უნდა გათავისუფლდეთ, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, ასე ვთქვათ, წყალქვეშა დინებები, ხელშემშლელი ფაქტორები რა იქნება თქვენთვის ამ პერიოდში. შევეხოთ პირად ცხოვრებას და სასიყვარულო ურთიერთობებს, საქმიან სფეროს და თვითრეალიზებას და ფინანსური შესაძლებლობები. ნახოთ. დავიწყოთ თვის მთავარი ენერგიით. მონეტების პაჟი. ამ პერიოდში იქნებით მოტივირებულები, თანმიმდევრულები, ადვილად შეძლებთ კონცენტრირდეთ სიახლეებზე, თავდაჯერებულად და ოპტიმიზმით შეხედოთ მომავალს. ამ პერიოდში შესაძლებელია დაიწყოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების განხორციელება, ასევე დაიწყოთ ფიქრი ახალ საქმიანობაზე და თვითრეალიზების ახალ გზებზე. ამის გამო შესაძლებელია გადაწყვიტოთ ცოდნის გაღრმავება, იზრუნოთ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეიძლება დაინახოთ თქვენთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობები და ზოგადად ბევრს იფიქრებთ შემოსავლების გაზრდაზე. შესაძლებელია დაიწყოთ ზრუნვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, შეცდებით განავითაროთ თქვენი უნარები და დაინახოთ მათი სასარგებლო მხარეები თქვენთვის, როგორ შეიძლება პოზიტიურად გამოიყენოთ ისინი, გაიზრდება თქვენი შრომის უნარიანობა, იქნებით საიმედოები გარშემომყოფებისთვის, ერთგულები, როგორც ადამიანების, ასევე საქმის მიმართაც, გახდებით უფრო მზრუნველები ახლობელი ადამიანების და ზოგადად გარშემომყოფების მიმართ და ეს ბარათი ასევე მოიაზრებს ბავშვებსაც, ამიტომ შესაძლებელია ამ პერიოდში მათზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყოს თქვენთვის. ნახოთ რა მოაქვს როგორც შესაძლებლობა ამ პერიოდს. კვერთხების მეფე, ეს არის თქვენი გაზრდილი შინაგანი ძალა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადახვიდეთ მოქმედებაზე, როგორც ჩანს თქვენ უკვე მიხვედით გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე და აპრილი მოგცემთ შესაძლებლობას ძალიან თავდაჯერებულად გადადგათ ნაბიჯები მომავალში და მოაწესრიგოთ გარკვეული თქვენი ცხოვრების რეჟიმი. ეს შეიძლება ეხებოდეს დღის რეჟიმსაც, შეიძლება ეხებოდეს დროის მენეჯმენტსაც, თქვათ საქმესთან უფრო პრაგმატული დამოკიდებულება შეიძლება გაგიჩნდეთ და ასე შემდეგ. ნახოთ რა მიაქვს ამ პერიოდს, რისგან გაგათავისუფლებთ. მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი. თქვენ შეძლებთ გათავისუფლდეთ თქვენი წარსული შეხედულებებისგან, განსაკუთრებით თვითშეზღუდვებისგან, მაგალითად თუ თქვენი გარკვეული მორალური პრინციპები თან საკმაოდ მოძველებული, ხელს გიშლიდათ, რომ უფრო თამამად გემოქმედათ, უფრო თქვენ საკუთარ თავზე ყოფილიყავით დამოკიდებული, ძალიან ბევრს თუ ითვალისწინებდით, მაგალითად სხვების აზრს, სხვების მოლოდინებს თქვენგან, სწორედ ამისგან შეძლებთ აპრილში გათავისუფლდეთ, გახდეთ უფრო თამამები, უფრო გაბედულები და ის ჩანაფიქრები, რაც ამ პერიოდისთვის გაქვთ დაგეგმილი და რაც მართლაც მომავალზეა ორიენტირებული, თქვენ შეძლებთ გადადგათ მოფიქრებული და საკმაოდ მყარი ნაბიჯები. რა შეიძლება ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს ამ პერიოდში თქვენთვის? თასების მეფე, აქ ემოციებზეა საუბარი, ერთი მხრივ თუ წავიკითხავთ როგორც თქვენს ენერგიას, შეიძლება თქვენი ხელშემშლელი ფაქტორი საკუთარი თავი იყოს, განსაკუთრებით ზედმეტად ემოციური დამოკიდებულება ყველანაირი სიახლის მიმართ და შეეცადეთ ამაზე მეტი იმუშაოთ ამ პერიოდში, იფიქროთ, იზრუნოთ, გათავისუფლდეთ ზედმეტი ემოციებისგან და
უფრო მეტი პრაგმატულობით მიუდგეთ თქვენს საქმეებს და ისევ და ისევ თქვენს მომავალს, რომელიც ახლა ფორმირდება. ასევე შესაძლებელია ეს ბარათი გულისხმობდეს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ემოციურ დამოკიდებულებაშია თქვენს მიმართ, შეიძლება ძალიანაც სრუნავს, იჩენს თქვენს მიმართ ყურადღებას, მაგრამ აქ ადგილი აქვს მაშინ გადაჭარბებას და შესაძლებელია ზედმეტად არ ღვევდეს ეს ადამიანი თქვენს პირად საზღვრებს, ერეოდეს თქვენს ისეთ საქმეებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გეხებათ. ასევე აქ შესაძლებელია საუბარი იყოს პარტნიორზე, რომელიც მაგალითად ეჭვიანია და მასთან განსხვავებული შეხედულებების გამო შესაძლებელია გარკვეული კონფლიქტები იყოს, უთანხმოება იყოს და მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ დისტანცირდეთ, დაიცვათ საკუთარი საზღვრები, გათავისუფლდეთ ისეთი ემოციებისგან, რომლებიც ხელს გიშლით მოქმედებაში, თვითრეალიზებაში, საკუთარი თავის გამოხატვაში, საკუთარი სურვილებისკენ სვლაში და ეს პერიოდი იქნება ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებაც უნდა დაუთმოთ და საკმაოდ ბევრიც იმუშაოთ, რომ გათავისუფლდეთ აი ასეთი ტიპის ხელშემშლელი ფაქტორებისგან. ნახოთ თქვენი პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები აპრილის განმავლობაში. მონეტების სამიანი ძალიან პოზიტიური ენერგიაა, თქვენ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, მაგალითად თუ პარტნიორი გყავთ, ამ პერიოდში განსაკუთრებულად იგრძნობთ მისგან ყურადღებას, იგრძნობთ მისგან დაფასებას, მზრუნველობას, მხარდაჭერას ძალიან ბევრი მიმართულებით. ასევე თუ მარტო ხვდებით ამ პერიოდს, შესაძლებელია თქვენს გარშემო გაჩნდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე საინტერესო ადამიანი, რომელიც ასევე ყურადღებას გამოიჩენს თქვენს მიმართ და თუ დაძაბულ ურთიერთობაში ხართ, მაშინ აქ საუბარია თქვენს სწორ მოქმედებებზე, რომლითაც აუცილებლად შეძლებთ მიაღწიოთ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს და ყოველდღიურ რეჟიმში იგრძნობთ უკეთესობას, იგრძნობთ რომ განიმუხტება თქვენ შორის დაძაბული ურთიერთობა და გარკვეულ კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცევა. ნახოთ წყვილებისთვის კონკრეტულად რას ნიშნავს ეს ენერგია. თუ ეს საკმაოდ ჰარმონიულად გაივლით, პარტნიორის მხრიდან გექნებათ აბსოლუტური მხარდაჭერა, თქვენს გექნებათ სურვილი იზრუნოთ მასზე, თქვენს ურთიერთობაში ფუნქციები თითქოს თავისთავად ჰარმონიულად გადანაწილდება და თუ რამე პრობლემური ცხოვრებისეული საკითხები იდგა თქვენს წინაშე, აპრილის განმავლობაში შეძლებთ მათ მოუძებნოთ გადაჭრის და მოგვარების სწორი გზები და დაიწყებთ პრობლემური სიტუაციების განეიტრალებას და შეძლებთ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდებით ამ პერიოდს, მე-12 მაღალი არკანი დაკიდებული კაცი, ამ შემთხვევაში ეს ბარათი, ეს მაღალი არკანი გულისხმობს, რომ თქვენ შეძლებთ განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენი პირადი ცხოვრება, უფრო ღრმად გაერკვეთ თუნდაც საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში და ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ გათავისუფლდეთ იმ ნეგატიური ბლოკებისგან, რომელიც ხელს გიშლიდათ პირადი ცხოვრების მოწყობაში. ერთადერთი ვხედავ გადაჭარბების შანსსაც, იმიტომ რომ მონეტების სამიანი ფონად შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ თქვენ იმდენად რადიკალურად განსხვავებულ მოქმედებაზე გადახვალთ, რომ შეიძლება პარალელურად შეხვიდეთ რამდენიმე ურთიერთობაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, არ დაკარგოთ საკუთარი თავი, არ დაკარგოთ საკუთარი პრინციპები და ზედმეტად არ გაერთოთ ამ პროცესში, ამიტომ მე გირჩევდით, რომ წინასწარ განსაზღვროთ, მაგალითად, როგორი ადამიანი გჭირდებათ ამ ეტაპზე გვერდით და ჩამოაყალიბოთ გარკვეული კრიტერიუმები, რითაც შეაფასებთ მაგალითად ადამიანს, რომელთანაც დაიწყებდით ურთიერთობას. მაშინ თქვენი მოქმედება იქნება ძალიან კონსტრუქციული და ძალიან შედეგის მომტანი აპრილის განმავლობაში.
რაც შეეხება მათ, ვინც დაძაბულ და რთულ ურთიერთობაში ხართ, ხმლების რვიანი სამწუხაროდ ამ მხრივ პროგრესი და უკეთესობა არ იქნება, აქ დაძაბულობაც არ გაღრმავდება, მაგრამ სამწუხაროდ აპრილის განმავლობაში არ მოგეცემათ საშუალება გაარკვიოთ სიტუაცია, თქვენ შორის სავარაუდოდ უკვე საკმაოდ დიდი დისტანციაა ჩამოყალიბებული, გარკვეული უბსკრულია შეიძლება ითქვას თქვენს დამოკიდებულებებს, შეხედულებებს შორის. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს გაქვთ თქვენი სიმართლე, მაგრამ სამწუხაროდ ამ სიმართლეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ აქვს გადაკვეთის წერტილები, საიდანაც შეიძლებოდა გარკვეულ შეთანხმებებამდე მისვლა. ამიტომ აპრილის განმავლობაში გირჩევთ, რომ იმუშაოთ მეტი საკუთარ თავზე, საკუთარ შეცდომებზე, გაიაზროთ შესაძლებლობა, რომ იქნებ თქვენ ცდებით და საბოლოოდ ჩამოაყალიბოთ ამ პერიოდში თქვენი სამომავლო სამოქმედო გეგმა. რას აპირებთ მომავალში? გინდათ ურთიერთობის გადარჩენა, წახვალთ გარკვეულ დათმობებზე და ასეთი ფორმით მიაღწევთ შეთანხმებებს, თუ პირიქით თვლით, რომ უკვე ურთიერთობამ ამოწურა საკუთარი თავი და მას არავითარი სამომავლო პერსპექტივა არ გააჩნია და ამიტომ მომდევნო პერიოდში, აქ ვერ ვხედავ დასრულების ენერგიას, მაგრამ მომდევნო პერიოდში შესაძლებელია, რომ ასეთი გადაწყვეტილებაც მიიღოთ. რაც შეეხება თქვენს საქმიან სფეროს და თვითრეალიზებას, აქ არის მონეტების ცხრიანი, საკმაოდ პოზიტიური ენერგია, მათ ვინც დასაქმებულები ხართ, უკვე ბევრი იშრომეთ იმისთვის, რომ გარკვეული სტაბილურობისთვის, გარკვეული შედეგებისთვის მიგეღწიათ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის თქვენ კმაყოფილი იქნებით, ასევე თვითონ აპრილის განმავლობაში თქვენ მიიღებთ ისეთ შედეგებს და დაინახავთ პროცესის მიმართულებას იმგვარად, რომ კმაყოფილი იქნებით შედეგებით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ეს გრძნობა, ეს შეგრძნება, გარკვეული გამარჯვების, მიღწევის, არ უნდა გადაიზარდოს თქვით ტკბობაში, არ უნდა ჩაიკეტოთ გარკვეული კომფორტის ზონაში და საქმიანი სფერო და თვითრეალიზება ეს არის ჩვენი ცხოვრების ის მიმართულება, რომელიც მუდმივად უნდა პროგრესირებდეს, ვითარდებოდეს, ამიტომ გირჩევთ, რომ თუკი თქვენთვის ეს ინფორმაცია რეზონირდება, ახლავე დაიწყოთ ფიქრი შემდეგ ნაბიჯებზე, რომ არ მოხდეს ერთგვარი სტაგნაცია ერთ კონკრეტულ ეტაპზე, რაც მერე რა თქმა უნდა დრო მიდის წინ და თქვენი მიღწევა უკვე გუშინდელ დღედ გადაიქცევა და ამიტომ ეს უკვე რეგრესი იქნება. ამიტომ ამაზე იფიქრეთ, ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მეექვსე მაღალი არკანი შეყვარებულები, აქ შესაძლებელია საუბარი იყოს შემოთავაზებებზე, ახალ შეთანხმებებზე, უფრო მეტიც უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც და შესაძლებელია აქ მიღწეულ შედეგებში იგულისხმებოდეს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ ძალისხმევას დებდით რაიმე ახალ პროექტში ან იდეის განვითარებაში და შესაძლებელია სწორედ ამ პერიოდში მიიღოთ აი საბოლოო შედეგი, რომ თქვენმა იდეამ, თქვენმა პროექტმა, თქვენმა ინიციატივამ გაიმარჯვოს და მომავალში დაიწყოთ განხორციელება ამ თქვენი ჩანაფიქრების. რაც შეეხება მათ, ვინც სამსახურის გარეშე ხვდებით ამ პერიოდს, მონეტების 4-იანი, ამ კომბინაციაში შემიძლია ორი რამ გითხრათ. პირველი, რომ თქვენ სავარაუდოდ ფინანსურად და მატერიალურად არ დგახართ ისეთი პრობლემების წინაშე, რომელმაც შეიძლება დაგაჩქაროთ, თქვათ, იპოვოთ სამსახური, რაღაც უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადახვიდეთ, უფრო აქტიურად მოიძიოთ, თქვათ, ვაკანსიები, გააგზავნოთ თქვენი რეზიუმეები, განაცხადები და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ შესაძლებელია თქვენ ისეთ სფეროში გსურთ დასაქმება, რომელშიც ამ ეტაპზე ვაკანსიების გამოცხადება არ მოხდება და გირჩევთ, რომ მეტად ფართედ შეხედეთ თქვენს შესაძლებლობებს, გამოიკეტებით გარკვეულ ვიწრო ჩარჩოებში, შეხედეთ მომიჯნავე პროფესიებსაც, შესაძლებელია თქვენ სწორედ იქ
შეძლოთ დასაქმებაც და სამომავლო კარიერული განვითარებაც. რაც შეეხება მათ, ვინც თვითდასაქმებულები ხართ ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების 4-იანი ამ პოზიციაში ძალიან კარგად იკითხება, რადგან ეს არის მიღწეული შედეგებით გამოწვეული სიხარულის ენერგია. თუ აქამდე თქვენ რაიმე მიმართულებაში ან მთლიანად თქვენ საქმიანობაში ცდილობდით, დებდით ძალიან დიდ ძალისხმევას, ენერგიას და დროს, აპრილის განმავლობაში შეძლებთ უკვე დაინახოთ პირველი შედეგები, დაინახოთ რომ გარკვეული პროცესები სტაბილურობის კალაპოტში ჩადგა, შეძელით რომ მყარი ფუნდამენტი შეგექმნათ თქვენი საქმიანობისთვის. ეს ბუნებრივია, არ ნიშნავს საბოლოო შედეგებს, ამას არ გულისხმობ, მაგრამ გარკვეული ეტაპი, ასე ვთქვათ, მოთელვის, მომზადების, შესაძლოა მოსინჯვა გარკვეული სიახლეების თქვენ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ აპრილის განმავლობაში და მოგინდებათ დააფიქსიროთ ეს შედეგები, ყოველ შემთხვევაში შინაგანად იგრძნობთ მეტ თავდაჯერებულობას, იგრძნობთ რომ თქვენ ეს შეძელით და გექნებათ განცდა რომ რა კი ეს შეძელით, ესე იგი წინ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება და თუ აქედანვე დაიწყებთ მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრას და დაგეგმვას, მომავალში თქვენ აუცილებლად კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს აპრილის განმავლობაში, ხმლების 7-იანი ერთი მხრივ ესბარათი გულისხმობს, რომ თქვენ ძალიან კრეატიულად უნდა მიუდგეთ ფინანსებს ამ პერიოდში, ძალიან დიდი ლავირება მოგიწევთ. აქ შესაძლოა ლაპარაკი იყოს მაგალითად მოულოდნელ ხარჯებზეც და შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული ფინანსების მობილიზებამ. შესაძლებელია მეორე მხრივ აქ საუბარი იყოს იმედგაცრუებაზე, საუბარი იყოს გარკვეული მოლოდინების ვერ მიღებაზე, ვერ შესრულებაზე. უარეს შემთხვევაში აქ შესაძლებელია რომ ფული დაკარგოთ, გარკვეულ თაღლითურ სქემებში ჩაებად, ან პირდაპირ გაგებით უბრალოდ მოგპაროთ თანხა. ამიტომ გირჩევთ რომ ფულთან მიმართებაში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, განსაკუთრებით საფულეებთან, ან ისეთ ადგილებთან, სადაც ვთქვათ, ინახავთ გარკვეულ თანხას და ასევე ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდით საბანკო გადარიცხვებს, ინტერნეტით გარკვეული შენაძენების გაკეთებას და ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას. რაც შეეხება რჩევას სამყაროსგან, მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი გულისხმობს, რომ ბევრი რამ იცვლება თქვენს ცხოვრებაში, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 25-26 აპრილს თქვენს ნიშანში შემოვა ისეთი ინოვაციური, რევოლუციური თავისუფლების და ესეთი მეამბოხე პლანეტა, როგორიც არის ურანი, რომელიც თქვენს ნიშანში დარჩება უახლოესი 8 წლის განმავლობაში და შეეხება პირველ რიგში თქვენს პიროვნებას და პირველი სახლი ფაქტობრივად ეს არის სარკე დანარჩენი 11 სახლის, ანუ მთლიანად თქვენს ცხოვრებას შეეხება, შეცვლის და ცვლილებების ეს ნაკადი, რომელიც ამ ეტაპზე თქვენსკენ მოემართება, უნდა დახვდეთ მზად, უნდა იყოთ სიახლეებისთვის განწყობილი, უნდა იყოთ გარკვეული ტრანსფორმაციისთვის განწყობილი და რაც მთავარია, გათავისუფლდით მაქსიმალურად თქვენი ძველი მსოფლმხედველობისგან, მოძველებული ტრადიციებისგან, ჩვევებისგან და იყავით მზად სიახლეებისთვის. და მაშინ თქვენ ამ პერიოდს გაივლით მსუბუქად და ძალიან სწრაფად შეძლებთ ძალიან ბევრი პოზიტიური გარემოების და სიტუაციის მოზიდვას, რომელშიც შესაძლებლობა მოგეცემათ სწრაფად განვითარდეთ და მით უმეტეს თუ თქვენც ასე უყურებთ ცხოვრებას, რომ განვითარებაზე ხართ ორიენტირებული, მაშინ ძალიან სწრაფად მიაღწევთ თქვენს ამ სურვილს. მე წარმატებებს გისურვებთ. ასეთი იყო 2026 წლის აპრილის სტაროსკოპი ტყუპებისთვის.
თუ გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.